აი გასაოცარია, რომ საქართველოში რატომღაც ქართველი მემარცხენეების ნაწილი გამოაცხადეს მადუროს მხარდამჭერებლად. აი ვინც ცოტა დემოკრატიულ პოზიციაზე ვდგავართ მემარცხენეები, ყველას გვინდა სოციალიზმის დამყარება, არა ცეცხლით და מחვილით, არა სისხლისღვრით, არა უშიშროების და პოლიციის დახმარებით, არამედ დემოკრატიით, შეთანხმებით. ადამიანები რომ გაიაზრებენ სხვა ტიპის წესწყობილების მნიშვნელობას, აი ამ გააზრების საფუძველზე გვინდა ჩვენ სხვა ტიპის ფორმაციის შექმნა და სოციალური და დემოკრატიული წესრიგის ჩამოყალიბება. მაგრამ აი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი პირდაპირ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმ რეჟიმით, რომელიც დგას ძალადობაზე, სისხლზე, არ უშვებს ხოლმე დემოკრატიულ წესებს და ფორმატებს, ხო? ეს არის არასწორი. და ამას ჩვენ კატეგორიულად ვევიჯნებით და ვამბობთ ყველას გასაგონად, რომ ჩვენ ვართ სოციალ-დემოკრატები, ან ვართ დემოკრატი სოციალისტები და აი ამ ცეცხლისგან, מחვილისგან და ძალადობისგან გვინდა რომ ამის მიღმა ვიდგეთ. გასაგებია, რომ საერთაშორისო სამართალი ყველა ეტაპზე და ყველა რეგიონში არ მუშაობს. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირ წესზე ვთქვათ უარი. და განვაცხადოთ, რომ რადგან საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, საერთოდ არ გვჭირდება წესები, საერთოდ არ გვჭირდება წესრიგი და ძლიერმა გადაწყვიტოს ამა თუ იმ რეგიონის ბედი. აი ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვინდა არა ძალის სამართალი, არამედ გვინდა რომ სამართალს კონდეს ძალა. თუ ყველა წესი მოირღვა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ხო ისედაც აქვს გახსნილი ხელფეხი, მაგრამ არსებობს უამრავი სხვა რეგიონალური ზესახელმწიფო, რომელიც იტყვის ამერიკაზე მითითებით, რომ თუ ის თავის სივრცეში არღვევს წესებს, მაშ სადამე მეც მაქვს ამის უფლება. თუ რუსეთი არღვევს, მაშ სადამე მეც მაქვს ამის უფლება. და პატარა სახელმწიფო რჩება სრულიად დაუცველი. არანაირი მექანიზმი აღარ არსებობს იმისთვის, რომ პატარა სახელმწიფომ თავისი საზღვრები შეიმაგროს, თავისი რესურსები დაიცვას, ხო? აი ეს კოუბოი სახელმწიფოდ ხდება შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, გარდაქმნა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვერ შევაჩერებთ საქართველოსთან, ამას სხვა ძალები ჭირდება, მაგრამ სულ მცირე, როგორც მინიმუმ, ამას მხარი არ უნდა დაუჭიროთ და ამითი აღფრთოვანებული არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც ეს წესების მორღვევა სოფლიოს სხვა რეგიონებში იჩენს თავს და თქვენ იცით, ჩვენ სად ცხოვრობთ, როგორ ცხოვრობთ და რა გარემოში ვართ მოქცეული აღმოსავლეთი თუ პოსტსაბჭოთა სივრცე იქნება ეს. მათ შორის რესპუბლიკელი დეპუტატები საუბრობენ იმაზე, რომ არც ერთ პრეზიდენტს, როგორი ძლევამოსილიც არ უნდა იყოს ის, არ აქვს უფლება საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები საომარი ოპერაციების შესახებ. ან თუ მიიღებს ესეთ გადაწყვეტილებას, ნდობის ჯგუფის მსგავს ერთობას ეს უნდა შეუთანხმოს, მოკლედ წარმომადგენლობითი ორგანო საქმის კურსში უნდა იყოს. ტრამპი კი იქცევა სრულიად თვითნებურად, თვითონ როგორც აწყობს, როგორც დაგეგმა ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და ეს უძველესი ბალანსი რაც არსებობდა, ხო, კონგრესსა და პრეზიდენტს შორის, ეს შეერთებულ შტატებში ირღვევა და ამ დემოკრატიას, პროცედურულ დემოკრატიას, რომელიც შეერთებულ შტატებში არსებობს, ძირს უთხრის. და ესეც არ უნდა შედიოდეს საქართველოს ინტერესებში. ჩვენ თუ აქ ვაშენებთ დემოკრატიას, თუნდაც პროცედურულს, უნდა გვინდოდეს, რომ სოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეს პროცედურული დემოკრატია დაცული იყოს. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ აი ამ ოპერაციამდე ტრამპის რეიტინგი იყო ძალიან დაბალი, ისტორიულად მინიმალურ ნიშნულზე იყო დაცული და ჩვენ ვნახეთ, რომ აი ამ კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად აი ეს სპეცოპერაცია მიიჩნია ბატონმა დონალდ ტრამპმა. დღეს მისი რეიტინგი კვლავ დასტაბილურდა აი ამ კონსერვატიულ ამორჩეველში და იცით რომ 2026 წელი შუალედური არჩევნების წელია და ამხელა ოპერაცია ბევრი მიზეზით განხორციელდა, მაგრამ ერთ-ერთი მკაფიო და გამოკვეთილი მიზეზი იყო ის, რომ საარჩევნო კრიზისიდან, ხარდაჭერის კრიზისიდან გამოსულიყო ბატონი დონალდ ტრამპი, ხო? ანუ მსოფლიო წესრიგი ბევრ ამას ეწირება და მათ შორის ეწირება კონკრეტული ერთი პოლიტიკოსის რეიტინგს
მის ცვალებადობას და მის ძალაუფლებრივ პოზიციებს, ხო? ესეც არასწორია და ესეც საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოში არსებულ ჯერ კიდევ შემორჩენილ ელემენტარულ წესებს. კიდევ გასაოცარია ის, რომ ამბობენ ჩვენში საქართველოში, რომ აი მადუროს დიქტატორული რეჟიმი დაემხო. მთელ მსოფლიოშია ეს დიქტატურები გავრცელებული, მაგრამ აი შეერთებული შტატები ზოგიერთთან თანამშრომლობს, ზოგიერთთან არა. ზოგიერთის საშინელ ადამიანის უფლებებზე თვალს ხუჭავს, ზოგიერთზე არა. ნუ ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და ეს არასწორია, რომ არგუმენტად მოვიყვანოთ, რომ თითქოს დემოკრატიის დამყარება სურს შეერთებული შტატების ამ ადმინისტრაციას ამგვარი სპეცოპერაციებით, ხო? ნამდვილად დემოკრატიასთან და მის გავრცელებასთან ესეთ ქმედებებს აზრი საქმე საერთოდ არ აქვს, შეხება საერთოდ არ აქვს და ეს გამოჩნდა თვითონ ვენესუელის ადმინისტრაციის ცვლილების მიმართულებითაც, ხო? იგივე მთავრობა, იგივე ძალოვანები, იგივე სისტემა დარჩა, უბრალოდ რესურსები გაიხსნა შეერთებული შტატებისთვის. და იგივე ხდება, თუ დააკვირდებით, ახლა გრენლანდიასთან მიმართებით. იგივე კაუბოის სახელმწიფოს მიდგომა არის, რომ მე მჭირდება ჩემი უსაფრთხოებისთვის ეს კუნძული და ლამის ნატოს, როგორც უძველეს აი ამ სამხედრო პოლიტიკურ ორგანიზაციას, მის არსებობას ექმნება საფრთხე, იმიტომ რომ ტრამპს უნდა თავის მოკავშირეს ნატოს წევრ ქვეყანას წაართვას ტერიტორია, ან იყიდოს მისგან ტერიტორია. ემუქრება ცალკე გრენლანდიის მთავრობას, ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის მთავრობას, ცალკე დანიის სამეფოს მთავრობას, ხო? ესენიც მადუროები არიან, იქაც არ არის დემოკრატია, ესენიც მისი მოწინააღმდეგები არიან, ასე რომ ძალიან სუსტია არგუმენტი, როცა ამბობენ, რომ დემოკრატიის გავრცელების მიზნით ხდება, თქვათ, ესეთი სპეცოპერაციები, ხო? ეს არის პირდაპირ რესურსებისთვის ბრძოლა. იმპერიალიზმი, ხო, მარტივად ყველაზე გასაგებენაზე რას ნიშნავს, რომ ძლიერი სახელმწიფო თავისი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური რესურსებისა და ბერკეტების გამოყენებით სუსტ სახელმწიფოს ართმევს მის სასარგებლო წიაღისეულს და ამ სასარგებლო წიაღისეულს იყენებს თავისთვის. ეს არის იმპერიალიზმი. ხო, გვაქვს ამასთან საქმე, როცა მთელი, თქვათ, ეს ნავთობმარაგები სხვა მიმართულებით მიდის, შეერთებული შტატების მიმართულებით ამ ჩარევის შემდეგ. რა თქმა უნდა, ამასთან გვაქვს საქმე. როცა ჩინეთი ცდილობს ვენესუელის ნავთობის დასაკუთრებას, არის ეს იმპერიალიზმი? არის. როცა შავ ზღვაზე გასასვლელის და პორტის გამო და სხვა კიდე იდეოლოგიური საკითხების გამო შედის პუტინი უკრაინაში, არის ეს იმპერიალიზმი? არის ეს იმპერიალიზმი. ხო, უბრალოდ სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა დონის და საქართველოში მემარცხენები ვცდილობთ, რომ ნებისმიერი სახის იმპერიალიზმს რითიც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია დაუპირისპირდეთ. დელუზიურ სამყაროში რო არ ვიცხოვროთ და ჩვენი წარმოდგენების სამყაროში არ ვიცხოვროთ, ამისთვის გვჭირდება ეს გააზრება, ხო? კიდევ ერთი განსაკუთრებული პრობლემა არის ჩვენი საზოგადოების, რომ სასურველს და რეალურს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ. და სასურველს, რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს მთელ მსოფლიოში, ვასაღებთ სინამდვილედ და არ არის ესე. და ასე არ ხდება და ამ სასურველისა და რეალურის ერთმანეთისგან გარჩევა რომ ვისწავლოთ კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ამგვარი ქმედება. მათ შორის ჩვენი მოკავშირეს და მეორეც ერთი პატარა ქვეყანას შეუძლია რომ უბრალოდ პრეცედენტებს შეეწინააღმდეგოს. აი მაგალითად, აი კოსოვო უნდა იყოს თუ არა დამოუკიდებელი. შეიძლება უნდა იყოს. შეიძლება ჩვენც უნდა ვაღიაროთ, მაგრამ როცა გაქვს აფხაზეთის პრობლემა, სამხრეთ ოსეთის პრობლემა, შენი როგორც პატარა სახელმწიფოს მოვალეობა, რომ ამგვარი პრეცედენტები გააკრიტიკო, რამდენადაც შეგიძლია, არ აღიარო ის სახელმწიფო, რომ უკან არ მოგიბრუნდეს ეს ყველაფერი. ასევე, როცა შენ ხედავ, რომ როგორი დიქტატორული რეჟიმიც არ უნდა იყოს და იყო დიქტატორული და ნახევარი ევროპა არ აღიარებდა და ჩვენც არ უნდა გვეღიარებინა ლეგიტიმურ რეჟიმად, მადუროს რეჟიმი. მაგრამ ის არის ფაქტობრივი ხელისუფალი. მასზე ვრცელდება ეს საერთაშორისო სამართლის ნორმები.
და იმუნიტეტი, როგორც სახელმწიფოს მეთაურს. მაგრამ როცა ხედავ რომ იქ რესურსების გამო აი ესეთ კოუბოი ოპერაციას ატარებენ, შენ ამის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ხვალ შეერთებული შტატები შენ ესე არ მოგექცევა, მაგრამ საკმარისზე მეტი მეზობლები გყავს, რომლებიც ესე მოგექცევიან, უკვე მოგექცნენ. მართალია ისინი საერთაშორისო სამართალმა ვერ შეაჩერა, მაგრამ სასამართლო მაინც იყო, კომპენსაცია მაინც მოითხოვე, სამართლის თვალსაზრისით და მორალურად მართალი მაინც აღმოჩნდი ბოლოს, იმიტომ რომ გქონდა წესები და თუ ეს წესები მოირღვა ბოლომდე, აი ეს მორალური და სამართლებრივი გამართლების ბერკეტიც კი აღარ გექნება შენ როგორც პატარა ქვეყანას და იტყვიან რომ აი დიდია, მოერია, ბორჩა.